ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ მეტალურგი დიდი ანგარიში დაამარცხა. მატჩი ტორპედოს უპირატესობით დაიწყო და ანგარიში სწრაფად გაიხსნა. გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული ბურთი რევაზ გოცირიძემ საჯარიმოში დაამუშავა და ზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს გოცირიძესთან ორთაბრძოლაში ლაშა ჯაფარიძეს სხვირი გაუტყდა. მისი არყოფნის გამო მოედანზე 10 მოთამაშით დარჩენილი მეტალურგი სწორედ მარცხენა ფლანგზე შეცდა. მასპინძელთა სწრაფი შეტევა კი თორნიკე თარხნიშვილმა დაასრულა. რუსთაველებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მესამე გოლიც გაუშვეს. დავით ბოლქვაძის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მცველთა უყურადღებობით დავით გამეზარდაშვილმა ისარგებლა. რუსთაველები პრესტიჟის გოლის გატანას შეეცადნენ, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილისა და ირაკლი მაისურაძის შეტევები უშედეგო გამოდგა. 3-0 ქუთაისის ტორპედომ დამსახურებულად გაიმარჯვა და ლიდერთა ჯგუფში პოზიცია განიმტკიცა. გამარჯვება სასიამოვნოა, ლიდერია მართლაც მეტალურგი, კაი გუნდია და ის რომ ჩვენ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ეს ჩვეულებრივი ნორმალური ამბავია. მე კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ალბათ ბიჭების მომართვა და თავდადება და საკმაოდ აზრიანი თამაში არის აღსანიშნავი, განსაკუთრებით პირველ წუთებში. და ამას კიდე როცა გოლი მოყვა და ამას კიდე ტაიმის დასასრულს, პირველი ტაიმის დასასრულს მეორე გოლი გავიდა. ამან ხელი შეგვიწყო საგრძნობლად. ჩემ ხელში ვიტყვი სამი თვე არის ეს გუნდი და მას სჭირდება ცოტა სხვა დრო და სხვა იგივე დაბალანსებაში გვიჭერს ფლანგის ფეხბურთელები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ამ მიმართულებით მოვახერხეთ შემდგომ ვიმუშავებთ, რომ